აი თუ ვიტყვით 5 დიეტას, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ ადამიანები წონაში კლებისთვის, აი ტოპ 5-ში ყოველთვის არის ხოლმე კეტო დიეტა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, ცნობილია, უყვართ ადამიანებს და კეტოს თავისი მიმდევრები ყავს. და ვისაუბრებთ მის დადებით მხარეებზე, უარყოფით მხარეებზე და რამდენად შესაძლებელია ადამიანმა ხანგრძლივად დაიცვას კეტო დიეტა. კეტო დიეტის აზრი რა არის? ზოგადად ადამიანი მოწყობილია ისე რომ წვავს შაქარს, გლუკოზას და იღებს ენერგიას, ეგ არის მექანიზმი, რით ადამიანი ცოცხლობს. კეტო დიეტის დროს ხდება შეცვლა აი ამ მთავარი პრინციპის და ადამიანი იწყებს კეტონური სხეულების წვას, ან ცხიმის წვას, გლუკოზის ნაცვლად. აი ეს არის კეტო დიეტის მთელი აზრი. აი ეს რომ მოხდეს, ადამიანი უნდა დარჩეს შაქრების გარეშე, ანუ იმდენად უნდა შევზღუდოთ შაქრის მიღება, რომ ორგანიზმი გადავიდეს ამ მეორე ფორმატში, როცა უკვე იწყებს კეტონური სხეულების წვას, ან ცხიმების წვას პირდაპირ გაგებით და ამას ჭირდება, რომ რაც შეიძლება ცოტა ნახშირწყალი ან ცოტა შაქრები მიიღო. და ამაზე აგებული მთელი კეტო დიეტის ფილოსოფია. კეტო დიეტა თავიდან შეამჩნიეს და განვითარდა მოკლედ ბავშვებში, როგორც სპეციალური სამკურნალო დიეტა. ბავშვებში ვისაც ჰქონდა ეპილეფსია, რომელიც წამით ვერ კონტროლდებოდა, დააკვირდნენ, რომ კეტო დიეტის დროს, როცა ბავშვი არ იღებდა ტკბილეულობას, არ იღებდა ნახშირწყლებს, ეს ეპილეფსია მეტად გაკონტროლებული იყო და აქედან წამოვიდა კეტო დიეტის აზრი და მერე შეამჩნიეს, რომ კეტო დიეტა არის ეფექტური წონაში კლებისთვის. კეტო დიეტას აქვს რამდენიმე დიდი დადებითი მხარე. ერთი ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანები იკლებენ ჩქარა. რო შეადარებენ ხოლმე სხვა ცნობილ დიეტებს, იმ სხვა ცნობილ დიეტებთან შედარებითაც ადამიანები იკლებენ უფრო ჩქარა მოკლე დროის განმავლობაში, მაგრამ ერთი წლის თავზე და წელიწადნახევრის თავზე უკვე ბალანსდება ეს კლების სიჩქარე და უკვე დამოკიდებულია იმაზე ადამიანი რამდენი კალორიას იღებს დღის განმავლობაში და არა უშუალოდ რომელი დიეტით იკლებს. მაგრამ მოკლე ვადიანად მაინც ეფექტურია კეტო დიეტა. კეტო დიეტის მთავარი პრინციპი ის არის, რომ შაქრებს, ნახშირწყლებს, მპურულობას, ცომეულობას, ხილს, ბოსტნეულის უმეტესობას ადამიანი არ ჭამს და აბა რას ჭამს და ცხიმს, ხორცეულობას, თხილეულობას, ზოგიერთ ბოსტნეულს და ზოგიერთ ცოტა ხილს. 75% ან 70% უნდა იყოს ცხიმი კეტო დიეტაში, რასაც ჭამ. დაახლოებით 20% უნდა იყოს ცილა და 5-10% უნდა იყოს ნახშირწყალი. ადამიანებს ხშირად გონიათ ხოლმე, რომ კეტო დიეტა ცილოვანი დიეტაა, არ არის ცილოვანი დიეტა, ძირითადად ცხიმოვანი დიეტაა კეტო დიეტა. ცხიმებში ყველაზე ხშირად რასაც ჭამენ არის ყველი, კარაქი, რძის პროდუქტები, ერბო, თევზი და თევზი ცხიმიანი თევზი და ხორცი და ცხიმიანი ხორცი. ანუ ცხიმებს იღებ ავოკადოთის და კიდე ზეითუნის ზეთის და ზეთის ხილით. ანუ მთავარი არის ცხიმი, მოკლედ ცხიმებს იღებ მაქსიმალურად. და შიგადაში იღებ ცილებსაც, ცილები დაახლოებით ესე უხეშად რო ვთქვათ, რამდენი კილო ცხარ, იმ ორზე გაამრავლებ, ორზე რო გაამრავლებ, კიდე 1.6-ზე გაამრავლებ დაახლოებით და აი რა რაოდენობასაც მიიღებ გრამებში, აი ის გრამების რაოდენობა უნდა მიიღო ხორცეული, უხეშად რო ვთქვათ მაგალითად, თუ 70 კილო ხარ ადამიანი, დღის განმავლობაში უნდა მიიღო 300 გრამამდე ცოტა ნაკლები ხორცი, 250 გრამი ან 200 გრამი. ხორცს გააჩნია ადამიანსაც. რატო ხორცი რატო გვჭირდება? იმიტომ რომ კუნთები არ განილიოს კეტო დიეტის დროს, იმიტომ რომ კუნთების შენარჩუნებისთვის აუცილებელია ხორცი. მეორე დიდი პრობლემა მანდ არის, რომ ზოგ ადამიანს მიაჩნია ხოლმე, რომ ცილებს რამდენსაც მინდა შევჭამ, ან ხორცეულს რამდენსაც მინდა შევჭამ. კეტო დიეტის დროს ესე არ არის, რადგან თუ ბევრ ხორცს და ცილას შეჭამ, ერთი რომ თირკმელებს დიდი დაწვისვა ადგება და ღვიძლს და იმ ადამიანს, ვისაც თირკმელების პრობლემა აქვს, ეს მისთვის ცალსახად არ არის კარგი, მაგრამ მაგას რომ თავი დავანებოთ,
ეს ზედმეტი ცილები გარდაიქმნება ნახშირწყლებად ორგანიზმში, გლუკონეოგენეზის ქვია ამ პროცესს, როცა წარმოიქმნება ისე ნახშირწყლები და ბოლოს ისევ გლუკოზას წავს ორგანიზმი, ამიტომ გამოდის კეტოდან და ანუ უნდა იცოდეს ადამიანმა, როცა კეტოზია ცილები არ არის მთავარი საჭმელი, თავის საკვები მაგ დროს არის ცხიმები, რადგან ბევრი ცილები გლუკოზას გარდაიქმნება ბოლოს და ისევ იმ გვაბრუნებს, საიდანაც მოვდივართ და სადაც არ გვინდა ყოფნა. როგორ გამოიყურება ხშირად ამბობენ დიეტა, მაგალითად როგორ გამოიყურება კეტო დიეტით, აი თქვათ გავიღვიძე რა უნდა ვჭამო, რას ჭამენ ადამიანები, მაგალითად 3 კვერცხი შეწვი კარაქში და შეჭამე ცოტაოდენი თხილეულობა ხანში რომ დააყოლოს ადამიანმა, მე შუა დღისთვის რომ შეიწვას ქათმის მკერდი, მაგრამ ფილე და ეგ შეჭამოს 150 გრამი დაახლოებით, ცოტაოდენი რაღაც მწვანე ბროკოლი შეიძლება და ძალიან მწვანე რაც არის, ეგეთი ბოსტნეული შეიძლება მცირეოდენობით რომ შეჭამოს ადამიანმა. ცოტა მასიური ბოსტნეული რაც არის, იგივე კარტოფილი და ესეთი ბოსტნეული უმეტესად არ შეიძლება აი მწვანე ყაბაყი, კომბოსტო, ბროკოლი და აი უშუალოდ ძალიან მწვანე რაც ამოკლეთ, ისიც დიდი რაოდენობით არ არის სასურველი. მე საღამოსთვის შეიძლება რომ თევზი შეწვას ადამიანმა შეჭამოს ზეითუნის ზეთთან, ზეითუნის ზეთი რამ მწვანე სალათებთან და ცოტა თხილი ისევ დააყოლოს ან ჩიას თესლი ან სელის თესლი ან რაღაცა სხვა ესეთი ანუ იოგურტი შესაძლებელია, ცხიმიანი ნაღები შესაძლებელია და რძის პროდუქტები ყველაფერი შესაძლებელია პრაქტიკულად, უნდა იყოს უშაქრო, ოღონდ აუცილებლად ყველი შესაძლებელია, რამდენიც გინდა. ხო, რამდენიც გინდა ცოტა ისეთ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ადამიანებს კეტოზე გონიათ ხოლმე რომ არ დავითვლი კალორიებს და არც არის საჭირო კალორიების დასვლა, რადგან ისეც დავიკლებს წონაში. ეს ცოტა ორაზროვნად შეიძლება გავიგოთ, რადგან ერთი მართალია, რომ კეტო დიეტის დროს იმდენად მცირდება მადა, რადგან მთელი კეტო დიეტის პრინციპი იმაზე აგებული, რომ როცა კეტოსში ადამიანი, ანუ კეტონურ სხეულებს წვავს და არა გლუკოზას, მაშინ ნაკლებად შია ადამიანს მადა ითრგუნება, ეს მართალია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ძალიან ადვილად შეიძლება შეჭამო მაგალითად მიწისთხილის კარაქი, მიწისთხილი ბევრი, ყველი ბევრი, ნაღები ბევრი, კარაქი ბევრი და ადვილად შეიძლება რომ არათუ შეჩერდეს წონაში კლება, არამედ დაიწყოს ადამიანმა წონაში მატება, შესაძლებელია, ოღონდ არა ხშირია, რადგან მადა ნამდვილად ქვეითდება და ადამიანი უფრო ცოტას ჭამს, ვიდრე ჭამდა, ეგ ნამდვილად ხდება. შესაბამისად ეს დადებითი მხარე აქვს, მაგრამ მაინც გაკონტროლება საჭიროა კალორიების ჯამში, იმის გაკონტროლებაც აუცილებელია, რომ დაახლოებით 25 გრამზე მეტი ნახშირწყალი არ ჭამოს ადამიანმა დღის განმავლობაში, ანუ 50 გრამ ნახშირწყალს თუ აცდება ადამიანი ჯამურად დღეში, 50 გრამ ნახშირწყალს თუ აცდება ადამიანი დღის განმავლობაში, კეტოსში აღარ იქნება, შესაბამისად კეტო დიეტა ამით დაირღვევა და დამთავრდება. უსაფრთხოებაზე არის ხოლმე მთავარი კითხვები, რამდენად უსაფრთხოა კეტო დიეტა, ხანგრძლივად რამდენად მისაღებია და ესეთი საკითხები. ზოგადად უსაფრთხოდ მიიჩნევა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ან რამდენიმე თვე, ან 1 წელიც მიიჩნევა უსაფრთხოდ ჯამში. ხანგრძლივად წლების განმავლობაში არ არის ბევრი კვლევები, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად ან ძალიან უსაფრთხოა, ან არა უსაფრთხოა, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, რომელიც გვაშფოთებს, მაგალითად კეტო დიეტის დროს ძალიან ხშირად ადამიანები იღებენ ნაჯერ ცხიმებს. ნაჯერი ცხიმები არის მზის პროდუქტები, მაგალითად ცხოველური ცხიმები, აი კარაქი და ეს ნაჯერი ცხიმები ზოგჯერ იმდენად ბევრი გამოდის, რომ ქოლესტერინს უმატებს ადამიანს, განსაკუთრებით ცუდ ქოლესტერინს LDL-ს. მართალია, რომ ბევრ შემთხვევაში, როცა კეტო დიეტაზე ადამიანი კარგი ქოლესტერინი, ანუ HDL იმატებს, რაც კარგია და ტრიგლიცერიდები იკლებს, რაც ასევე ძალიან კარგია, მაგრამ ჰიპერრეაქტიულ ადამიანებს ეძახიან ხოლმე მაგ ადამიანებს, ვისაც
გადამეტებული რეაქცია აქვს აი ამ ნაჯერ ცხიმებზე, მაგ ადამიანებში ხდება პირიქით. ანუ იმატებს ცუდი ქოლესტერინი და ეგ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. ამიტომ კეტო დიეტა ვერ ვიტყვით რომ ცალსახად უსაფრთხოა თუ მაინც გადაწყვეტ ადამიანი კეტო დიეტის გაკეთებას გირჩევდით რომ ლიპიდური პანელი აუცილებლად გაიკეთოთ, ლიპიდური სპექტრი, რომ LDL-ი ნახოთ რა შრება. რადგან ამ გულის დაავადების რისკი შეიძლება გაზარდოს. თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც კეტო დიეტა LDL-ს უზრდის, მაშინ აუცილებლად უნდა გადახედოთ ღირს თუ არა. თუ არა, მაშინ პრობლემა არ არის პრინციპში, თირკმელებზე შეიძლება დატვირთვა გაიზარდოს, ღვიძლზეც ასევე, ოღონდ იმ ადამიანებში როგორც წესი, ვისაც ისედაც აწუხებს, ვისაც არ აწუხებს, პრობლემა არ არის ხოლმე, ან ნაკლებად არის. მეორეს მხრივ თირკმელებში კენჭების რისკი შეიძლება გაზარდოს კეტო დიეტამ, ყურადღება ამ მხრივაც მისაქცევია. შეკრულობა ემართებათ იმ ადამიანებს, ვინც არ იღებენ საკმარისი ოდენობით ნახშირწყლებს, ბოჭკოვანს ამ შემთხვევაში. რეკომენდებული ბოჭკოვანის რაოდენობა არის 30 გრამი დღის განმავლობაში დაახლოებით და 30 გრამის მიღება კეტო დიეტის დროს ძალიან ძნელია, ამიტომ ზოგჯერ არის რეკომენდებული რომ სილიუმი ჩართონ ადამიანებმა. ტკბილეულობა არ იღებენ ტკბილეულობას ან ძალიან ცოტას, არის კეტო ნამცხრები და კეტო შოკოლადები და ესე კი შეიძლება უბრალოდ ძვირი და არის როგორც წესი თან მაღალკალორიული და შაქრის შემცვლელებით არის დამზადებული. ძირითადად კეტო დიეტის დროს იყენებენ ერითროლს ან სტევიას როგორც შაქრის შემცვლელს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს შაქარი. კეტო დიეტა ზოგადად კი ჯდება უფრო ძვირი, ამიტომ კეტო დიეტა უფუფუნება უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები მისდევენ კეტო დიეტას, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძნელია შედარებით მისი დაცვა. მით უმეტეს მაღალი ხარისხის ხორცის ყიდვა, თევზი, კარაქი და რძის პროდუქტები, ყველი, ეს ყველაფერი და ზეითუნის ზეთი, ჯამში ფუფუნება ბევრი ადამიანისთვის. ხო, ცოტა არაბუნებრივიც არის, რაც მე არ მომწონს მაგალითად კეტო დიეტაში. მე ცოტა არ მომწონს ისიც, რომ არ დგას ახლოს ადამიანის ბუნებრივ კვებასთან, არ იყო არასდროს ისე ადამიანი არ ცხოვრობდა, რომ 70% ყოფილიყო მისი კვების ცხიმები, 20% ცილა და 5% ნახშირწყლები. ჩვენი ორგანიზმი მთლიანად მოწყობილია იმაზე, რომ ნახშირწყლები არის ძირითადი საკვები ადამიანის, ანუ ხილი და ბოსტნეული. ხილი არის შეიძლება თუ არა კეტო დიეტის დროს რაღაც რაოდენობა შეიძლება კენკრონები განსაკუთრებით, მაგრამ ანუ ხილი და ბოსტნეული ძალიან ყურადღებით და მცირე რაოდენობით მიიღება. აი ბულღულეული და რაღაცები შეიძლება თუ არა, მაგაზია ხოლმე კითხვა არა, რადგან დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავენ. პარკოსნები, ლობიო და ეგეთები ბარდა და რაღაცები შეიძლება თუ არა, არა ან ძალიან ცოტა რაოდენობით, რადგან ეგენიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავენ. მოკლედ, ბევრი შეზღუდვები აქვს ძალიან კეტო დიეტას, თუმცა ბევრ ადამიანს უყვარს. ხანგრძლივად მისი შენარჩუნება ადვილია? არა, ადამიანების უმეტესობა 1 წლის თავზე ან 2 წლის თავზე ანებებს თავს კეტო დიეტას. მის ხანგრძლივად შენარჩუნება ძნელია. ვიცით ხანგრძლივად უსაფრთხოა თუ არა? არ ვიცით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მონაცემებია კეტო დიეტის ხანგრძლივად გამოყენებაზე. სიმსივნეები და კეტო დიეტაზე ახალმე კითხვა კიდე როგორ არის? სიმსივნეების რისკს ამცირებს? არა, არ ვიცი. ზოგიერთ სიმსივნის მკურნალობისას კეტო დიეტა ეფექტურია, ყოველ შემთხვევაში ეხმარება, ეს ვიცით, მაგრამ ანუ ჯანმრთელ პოპულაციაში სიმსივნის რისკებს ამცირებს თუ არა, ეგ ნათელი არ არის. შესაბამისად, ზუსტად ვერ ვიტყვით. რაღაც კორელაცია შეიძლება არსებობდეს, რომელსაც დამატებითი კვლევები ჭირდება. სიმსივნის რამე რისკს ხო არ ზრდის კეტო დიეტა? არა, არ ვიცით ასეთი. ყოველ შემთხვევაში ცნობილი და დიდი კვლევები არაა, რომელიც ადასტურებდეს, რომ რაღაც სიმსივნის რისკს ზრდიდეს.
ეს არის ჯამში კეტო დიეტა, თუ 10-დან შევაფასებდი 7 ქულით, იმიტომ რომ ეფექტურია, ჯამში უსაფრთხოა და თუ კარგად დაიცავს ადამიანი, კარგად დაბალანსებული შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის, თუ განსაკუთრებით ხილეულს და ბოჭკოვანს მიიღებს დამატებით და ვიტამინებსაც, რადგან ვიტამინების დეფიციტი შეიძლება ქონდეს ადამიანს, უარყოფითი რატოა, არაბუნებრივია ცოტა, მე ესე მეჩვენება და ღირს ძვირი, რომელიც ყველა ადამიანისთვის არ არის ხელმისაწვდომი და თან მან ზუსტადაც რომ უნდა გააკეთო აქცენტი კარგ და ხარისხიან პროდუქციაზე, რადგან ახლა კარტოფილს თუ ყიდულობ, რაც იყიდება კარტოფილი იმას ყიდულობს და მან დიდი სხვაობა ეს ხარისხებში არ არის, ან ძალიან მიმავი ფასის სხვაობა, ხორცში ძალიან დიდი სხვაობა არის, თევზშიც და ასე შემდეგ. ანუ ჯამში ეკובה ძვირი ჯიჯება და ეგეც დიდი უარყოფითი მხარეა და მესამე დიდი უარყოფითი არის, რომ არ ვიცით ხანგრძლივად რა ეფექტი აქვს და არ ვიცით ხანგრძლივი კვლევები უნდა დაგროვდეს იმისთვის, რომ თქვათ, რომ გრძელვადიანად როგორია კეტო დიეტა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, ან არხი გამოწერეთ, ან დააკომენტარეთ, ეგ დაეხმარება არხს განვითარებაში და მე მადლიერი ვარ თქვენი ინტერესის და თქვენი აქტიურობის.